დილამშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით ისევ რაჭიდან და ვართ იგივე შემადგენლობით, მე სერგო, ზუკა და ესო და ისევ მივემგზავრებით შაურზე სათევზაოდ ჩვენი ძღოლი თავისი კატერებით იმედია მშვიდობით ჩაგვიყვანს. არე, უკან არის კატერი? რავი, мотивация კარგია. გუშინ ისეთი პოზიტიური დღე იყო. დავიჭირეთ მონსტრი ქორჭილები და დღესაც იმედი გვაქვს, რომ კარგად ვითევზავებთ. ჯერ ღამეა. აი ჩვენი ამბროლაურის აეროპორტი. ხო და სანამ გათენდება და მზე ამოვა, მანამდე მოვემზადებით ჩვენს. როგორია გუნდში мотивация? ეს არის საბრძოლო. საბრძოლო. კარგია, აბა, წარმატებები ბიჭებო. ჩავიდეთ მშვიდობით. მოვედით ანიშნულების ადგილზე. ახლა ისიც რა ლამაზია ზუგა იქეთ. всё, დავიწყოთ თევზაობა, ესე იგი. დღესაც ვითევზავებთ ახალი ჯოხით. ეს გახლავთ Evergreen Salty Sensation Superior, Evergreen Poseidon Salty Sensation Superior. ტესტით 1-დან 25 გრამამდე. ზე მანევარ, ასე ქვია ჯოხს. ხო და აბა ვნახოთ გუშინდელთან შედარებით ეს როგორი ჯოხი იქნება. გუშინ ვითევზავე გამაკაცო ხანა 2-ით და ძალიან მოყოლილი ვიყავ. აბა ვნახოთ როგორი იქნება Evergreen Poseidon Salty Sensation Superior. ამ ხელასახელი. აბა წავიდა. პაგლე უკვე ქონდა? ახლა კარგია. კარგია. ნუ სატყო არა, ტანტაა, ვიბროფუდი. შენც იგივე? თუ ის საიდუმლოა? ნახოთ, აბა. ჯოხი, კარგია, იგზნობა. მიწაზე ხოხიალით ნახოთ, აბა რა განა. ესე იგი თავიდან ვატარებ ესე. გუშინ ძალიან ეფექტური იყო. ესე იგი ჩავაგდეთ, ჩაიძირა და მიწაზე ნელა-ნელა ვახოხებთ. ნელა-ნელა. აქტიური ჯიგით არ ვართ დაკავებული. ნახოთ აბა. მე ვცდით სხვადასხვა ტექნიკებს, სხვადასხვა სატყუარებს. შენი საიდუმლო სატყუარა დავინახე. აი, არაფერი. ესე იგი. აბა წავიდა.
და აქეთ მოვსინჯოთ. ზეც ამოდის ნენელა. ისინი არიან? ოპა! ზუკა, ბრავო, მოიცა დაუდო ჯოხი. აუ, რა მაგარია. კაია? მოიცა. ჩვენი ის არის? შობელთა კრებაა? ბრავო. ოჰო, არა, არც ისე. არა? ბრავო, კარგია. კარგია, ნახე რა ცუდად აქ მოდებული. ოპა. მაგრა იბრძოლა, ბრავო. არა უშავს, ისა შობელი არ არის, მაგრამ სადღაც კაი მოსწავლია რა. საიდუმლო სატყუარაზე? აბა შენიც. ესე ჩვენ რო ვიცით იმ გატარებაზე, ხო? აი ზუსტად. ბრავო. რაციაში გადავცეთ. ისა რეალიზებულია ერთი ბატონო კაპიტანო, თქვენთან რა მდგომარეობაა? არა, თქვენ იმათ რაცია ჩართული. რაი. დაიჭერან გაახსენდება. დაიჭირა ბესო. ვა. გვესმის, დაიჭირა ზუკამაც. ზომა როგორია თქვენთან? შენ დაიჭირე ხელებს. ხელა დაუჭერია. ბრავო, მაგრები ხართ. ესე იგი იმაზე დაიჭირა, რა ქვია. ფანატიკის ჰიპნოზე? რა დაკარგი? ან კარაბინი გაახსნა. აი. ამოდის ზეც და გაგვათბობს. მოდი აქეთ ვცადოთ. სადაც მზე ამოვიდა ვცადოთ. ბიჭო. რა კაი ჩარტყმები. რაჩი. ოპ, სუკა, აი მაგარია. ძალიან მაგარი ზომა. აუ, მაგარი ძალიან. აი ძალიან დიდია ეს, ხო ვიცი ხა რაც არის. ეს მაგარი ზომა. ზეამოვიდა მეთქი და მოდი დავაპარკინგოთ. ბიჭო, ხელი მეტკინა. ეს ჯოხიც მონათლე მე მგონი. მოდი აბა პარკინგი ვაშკაც. არ წახვიდე. ოპა, ეგ არის, მონსტრია. დავай. ამოწმე ის. ის. მეორე. კარგია. მონსტრი ადგილზეა. აი, მაჩვენეობა ვაშკაცი. ურა გადაყლაპული აქ ნახე. ოჰო. გუშინდელი ვერ არის, მაგრამ აი მე დავიჭერე. ხო, აი შენ რო დაიჭირე რაღაცა ეგეთი. აი, ანტაზე ესეთ ფერზე. კარგია. აუ ერთ სურათს გადამიღებ. რა? მოდი აბა. მიდი უცებ. აი, ტელეფონს მოგცემ ისა. ეს
რაღაცა ერთი ფოტოსესია. ბიჭებო, რეალიზებული ერთი ბომბორა კიდევ. კარგია. აუ, ახლა კაია. შევისწავლეთ ცოტა, მაგრამ კიდე შესასწავლი კიდე ბევრია. კარგად წავიდა. ზოგადად მე ცოტა აი ეხეთ ყვითელი ხეებისკენ ჩავაგდე და აბა. აუ რა კაი მომენტია. ზე ამოვიდა გაანა. დალოცვილი. კლეუკა ზუკანა ნავშენ ნავის ქვეშ. ოუ, ბიჭო, ჯოხი, შენი ჯოხი კი ნახავ გამიტეხა, ბიჭო. მოიცა, არ გინდა, გაწყვიტავს, დიდია ძალიან. ჯოხი არ გამიტეხა, ბიჭო, რას? დიდია. ოუ, რა მყელა, მოდი აგერ, დავაპარკიგე. ჩაუშვი ბუზავარში. შენ გენაცვალე. რაჭ არის ბომბა. შაური არის სასაური. ასეთი ქორჭილები წელს, ვაუ, მე 100-ად არ დამიჭერია. აუ. შენ გენაცვალე რა. ეგეთი სიამოვნება არ არსებობს, დედამიწაზე არ არსებობს. ეს დამოღა მე რომ უფრო ისე იწვია. რავი, მაგრა იბძია. ჯოხი კი ნახავ გამიტეხა ბიჭო. ეს ახლა იმინა გოჭია. გოჭია, კაია. ბრავო. აი. ანტა, აი ეს. იასამლისფერი. ხოხიალზე რა. კარგია. რაზე დაჯდა აბა? ვერცხლისფერი და უღარდისფერი ზურგი აქვს. ანუ ჯიგით ხო სილიკონით? ხო, სილიკონით, ხო, ვერცხლისფერი და ის აქვს, შედან უღარდისფერი ზურგი. ხო, ვიცი, იზი შაინერია, ხო, თევზივით როა კუდი რო უკანავებს. ხო, გაყოფილი კუდი რო აქვს. მალადეს, ბრავო, გააგრძელეთ. ეს არის დიდი გეიქცა, ბეთია. დიდი გაიქცა, ხო. დავსვი. დიდი არ ჩანს. ხო გითხარი. ისეთია. ჰოპა, მოძრა. სტანდარტული ზომის ქორჭილა. ადი პაშკას. ორა ბრაზიანია. აბა რა ქენით? რავი, აქ იყო მაგარი კლოვები რა, დავიჭირე. სად რა ადგილას? აი ეგ რა, აი იმის გვერდზე რა. აი ამ ყურის იქეთ? ხო, იმენა ეგრევე. ეგრევე, კაი ჩარტყვები? მაგარი. ანუ პატარებიც მოდიოდა. ხო, პატარებიც რა. ვა. შეიძლება მან გადასვლა ნელი ხოდით. აი დაატორუნზე. ვარდისფერი მუშაობს მაგრამ. ვარდ- ხო ის ნახევად ხო. მაგით დავიჭირე. ყველა? ყველა. სადნი მie. შენ ციცი, შენ თქმა თქვა რა ტარება ვიციო რა. სადოკი დაგჭა. აბა თევზსა და მათ ჩვენ თავაზომები. აი ეს ერთი უნდა იყოს ერთი. როგორი მოგიხსენოს?
მართლა? ხადაო? პირველი რაც დავიჭირე. აუ, შეგენაცვალე. გამოახედე აქეთ. ვაა, ძალიან მაგარი ზომა. სასწორი აქვს. აქ არა მანქანაში მაქვს სასწორი. მეორეა ჩვენო? მეორე? ბიჭო, ამათ შეხედე, რეები უქმნიათო. გამოახედეთ. ვაა, დანარჩენები? აბა, პატარები ხო? ძალიან პატარები გავუშვით რა. არა, მშვენიერი, თქვენ აღარ ხუმრობთ ხო? ბრავო, ბრავო. ზუკა ჩამოვჭით რაღაცა? არა, ჩვენს ყავს ეხლა სტრატეგეთები არ არის, მაგრამ ერთი არის. მალადეც. მომე ხელი არ წახვიდე. ხელი. შვენიერი ზომებია ძმაო. არა. ღირსეული. ბრავო. სამზე იჭირა იმ. 4 დავიჭერე ზედიზედ ეგრევე. იქა? წავა ნელი ხოდი ჩუმად მივიდე და იმან გაიარა ხო, მაგრამ დაუდგეთ კიდე შეიძლება მოვიდეს. გამოვედით ნაპირზე, მეგობრებო. შესვენების დროც მოვიდა. ჯერმა იქიდან ნაპირიდან გადმოიტანეს საჭმელ სასმელი ჩვენ სახედან გადმოვიტანეთ. აქ მოწყობილია შაურის პირას ესეთი ლამაზი ადგილი. მინდა აღნიშნო, რომ სისუფთავი არის. ხო, რა სიტყვის უკა? სისუფთავია რა ირგვლივ. ბოთლები ახლა ზოგადად ისეთი კატასტროფული მდგომარეობა არ არის. არის ცოტა ნაგავი, მაგრამ ისეთი ნორმალური სიტუაცია. მოხვედით ბიჭო. ერთი ეგეთი მოგვივიდა რა, პატარა შემთხვევა. სამწვადე ყველაფერი წამოღებული და პური დაგვავიწყდა. სერგო ჩავიდა ნიკორწმინდაში და იყიდა პური. რა შვებით? აჰა, რო დაგვაპუროთ, მოხვედით. ჩვენ ვერაფერი, რავი, არა, ერთი ჩარტყმა მქონდა იმის მერე და ეგ. კაჩე შვადღია. კაჩე და შამფურებით წამოვღიათ. მაგრამ მაინტერესებს. მარილი თუ გვაქვს? მარილი? მარილი მე არ ვიცი, მე უთხარი ამას, აგერ არის ბარე ვნახოთ მე. არის მარილი ბიჭო, ზუკა. ხო, აი. აქ არის ყველაფერიო და რა ვიცი, აგერ იქნება რა, აგერ სამწვადი, აგერ ნახოთ რა. კაი. მოკლედ შევისვენებთ. ზუკა საწახვედი. აი, წავედით შეშა. ხო. მაგარი ადგილია, თო. გეოლოგიურ საქმიანობას ატარებს და ეძებს მინერალებს. ახე რამე მინერალი? გაჭირვებით, მაგრამ ინთება ცეცხლი. აჰა. ცეცხლიც დაინთო. ჩვენი საველე სამზარეულო, აგური სამწვადი, კარგია, მეგონა კარგი. კაი ნაკურჩხალი გვინდა უბრალოდ რა. მე მწვადეს პოსი დიალო. აჰა.
აგერ ჩვენი ზარმაცი. როგორ არა ინტერესებს? რა ხდება? იქით ზუკა ეძებს რაღაც მინერალურ ქვებს. ამონიტი უნდა ვიპოვო. რა იპოვა? რა იპოვე ზუკა? როგორ? ბელემნიტები? ეგ ბელემნიტები? არა გვიჭირს. აი, ისი არ წახვიდე თუ არ იპოვე. ჩვენი კატერები დაპარკინგებულია. ჩვენი საველე სამზარეულოც ნელა ფორმაში დგება. სეგუნა უდარდელად ისვენებს. ცეცხლის გაჩაღდა. რა მოიპოვე აბა? აბა. ეს რა არის? ამონიტი. ამონიტი. ამაში თამამას. აი ამაში. უპოვია ბიჭო. არა, მე წყლის კნარი წყლის მიდია ეს. მილიონი წლის წინამდელი, ხო? მილიონი? ხო. 60-დან 140-მდე ალბათ. კვარცის კრისტალები. კვარცის კრისტალები. იქ პატარ-პატარა ნაგლეჯები. აი ეს არის მთლიანი იდეაში, ოღონდ აი რა გუშკა არის ხო ხდები. აი ეს მოძურა გაგრეს მაგას ბრგვალია ეს. ამონიტი. კი ბატონო, ნამდვილად. ნუ კიდე აჩვენე ეს ამაგარია, აი ეს. ეს არის მთლითუნ ტანი მთლიანად. ხედავ. და ქვეყანა ბელემნიტები გვაქვს. აბა მაჩვენე ეგ ბელემნიტები. მთლიანი, ოპა. ამას მარტო არ გაიშვები. აბა, ინტერესიანი უნდა იყო კაცი. მოკლედ მარტო შენა, თორე აქ რაღაცა იმას აღმოაჩენ, მე რამე ძალიან ძვირფასი არ აღმოაჩინა. მოკლედ მოდით ბიჭებო, აგერ ჩვენი სუფრა გაშლილია. აბა ერთი მოდი და მწვადი შემიფასე რა. მე ვთვლი რომ აი არის შემწვარი უბრალოდ უნაკლოდ. რა სიტყვი ბესო შენ? რომ რეცეპტი კაი მაქვს. მართლა აი ფერი შემწვარი დანარჩენი გააგემოვნეთ ბიჭებო. ხალხმა შეგარგოთ. ჩვენი შესვენება დამთავრდება თუ არა, ეგრევე დაიწყება თევზაობა. დანა? ნელა არ გაიჭრა ხელი. ხო, სუფთა. მოკლედ ზუკა არ ეშვება ამონიტების და ბელემნიტების ძიებას რა. აგერ რაღაცები იპოვა. მოკლედ ზუკა თავის სტიქიურ ადგილას მოხვდა რა. აგერ ერთი ცალე. აი. აგერაც ამონიტების კვალი. ეხლა კი შევცურავთ. მალე და დავიწყებთ თევზაობას. მოკლედ ესო გამიშალეო შენი არსენალიო და ავარჩიო ერთი ისეთი სატყუ არაო. რომელზეცო ბევრ თევზს დავიჭერო და. აბა, რომელი ეგეთი? აი მოდი ეს იყოს. თეთრი? კიდე ეგეთი მაქვს ხო? მიდი, კიდე მაქვს ეგეთი თუ გინდა. ეს ერთი კაი მაშინ კიდე ერთსაც ავიღებ და იგი. მიდი. მიდი, აჰა.
რომელიც გინდა. ChatGPT თქვა საღამოს არის თეთრი და შავიო რა. ChatGPT. ვიცის თევზაობა ChatGPT. რავი რომელი ჯობია თევზისთვის. თევზაო, საღამობით ეგ თევზაობს, ხო? რავი რაღაც ინფორმაცია ვიკიპედიადან და რაღაცები ნახავ აქ. აჰა. მეტი არა ჩემტერი, მაგრამ რა იპოვე? მოდი ბიჭო, მოდი ერთი. შენი დრო იწურება ახლა მაგ ბელემინტებზე ზონესა. ძებნის. აბა. ექს იმპაქტებია რავი. მანდ. აი რაღაც ასეთი მინდა რა. ვიბროკუდები აქეთაა, აი, აქ არის ვიბროკუდები. ეგეც კარგია. აი, ეგორი, აბა, ესე იგი რომელზე იჭერ დღეს თეთრზე. თეთრზე და ამაზე. ამას ცდი. ორივეს ვთქვი. ეს საღამოს უფრო ესეთი ფერი მუშაობს საღამოს. აი, თეთრი მაინც მანათობელია წყალში და. ნახოთ. ვარდისფერი, ბიჭო, ყველაზე ნაკლებად ვიყენებ ვარდისფერს და ყველაზე ის არის. ნაკლებად რო ვიყენებ, 1-2 ცალი მქონდა კი მოგეც და დაგლიჯეს. შო, დავკეტო ჩვენი არსენალი და გავემზადოთ. წითელი, მიდი. წაიღე, ტვისტერი. აბა შენც. წაიღე კიდე თუ გინდა. კაი. შევცუროთ, არ დავაგვიანოთ. და არ ტყირა ერთი რა. ჰოპ. ვა. უფ. სუკა. გაზრია რა. აუ რა კარგი იყო. კარგი დარტყმა იყო. ესე იქითკენ რომ დავდიოდი, ეს მწვანე ხე ხო არის? ხო. და იქითკენ ხეროდი გასცალკე. ხო. აი მაგის გასწრება მოხდა, მაგარი მონსტრუოზული ხორილა. დაპირიდან ვა. კარგი ჩარტყმა იყო, იცი. დავსვი? აჰო, რაღაც პატარა დავსვი. პატარა ლაწირაკი. გამზადე. გიგანტი. როგორ გადაურჩა რა. ეს იქნება შაშანდელი, ხო? ესა 1 წლის პატარა ბიჭია, გაიზრდება მერე და რო გაიზრდება, ოჰო, ნახე რა. ლამაზია რა, ბიჭო. კონტროლი როაჯა. ჯერ ლანდი გაზდის, მაგრამ ისეთი აგრესიულია რომ როგორ ხოცი? პატარები რო არიან დიდგულები რა. ეგეთია. რა დიდგული თვალები ეგ დაახლოებით. გადმოვარდნაზე სად მოხდი რა მინდა ჩამსვი წყალში. წადი. არეკა. დავიდა. არის? პატარა. ხა. პატარა ბიჭი. ზუსტად ისეთი. დიდგულა. არის თევზი. ეს კიდევ უფრო პატარა. არა ეგეთი იყო. ნორი ხომ ახლა. ჯოხი ნახევარი სატუარი გეჩაღო. ჰა? ნახევარი სატუარი გეჩაღო. ხო, ეგენი. აგები ძრა. ეგეთი იყო ისიც. ლამაზი. პატარა ბიჭი. დადი. კარგი. ამოიყონე. აო, ახლა. ერთი დასწრა, მეთქი რა ხდება თქო. მეორე დასწრა. კიდე მეთქი რა ხდება თქო და მოვარდი. ტანტაზე? რაღაცა ეს თლაცა ამაყვა არის მაგ სტანდარტი. არა. ხო, იქნება 400 გრამი. 300 მაინც. 350 მინდი. კარგია, საღამოს თითქოს რაღაც გააქტიურდა. ტანტაზე? ტანტაზე იასამის. მეც ფონდა წერან ჩარტყმა. ეს ერთ-ერთი მაიქნა გამოუჩინა. კაი, მიდი. ხო. ვაიმე გამექცა, უკან რამხელა გამექცა. აუ წეღან შე რო გაგექცა ეგეთი გამექცა ძმაო. იმენა აგერ მქონდა.
აუ, რა მაგარი ზომა გამექცა. ბიჭო, ვერ დავძარი დაჟე, აი. ხო დაინახე, ნახე რა უკნა. აუ, ნახე დახია. დასწვა დაიჭირა და გავუშვათ. აუ, ვერ დავძარი იმენა. მაგრამ მოვარტყი. მაგრამ მოვარტყი და გაიძრო რა. აი ესე ვარ, აი ჩვენი მანქანებისგან. ესე იგი მეგობრებო, დასრულდა ჩვენი დღევანდელი თევზაობა და დასრულდა ჩვენი მოგზაურობა, ჩვენი ექსპედიცია რაჭაში. მოგრადულად შაორის წყალსაცავზე ვიყავით, გავატარეთ 2 მშვენიერი დღე. დღევანდელ დღესაც არა უშავდა. დღეს დილით უკეთესი იყო, მაგრამ საღამოს თქვენ კარგად დაგიჭერიათ. აბა, რა სიტყოდის უკა ჩვენი მოგზაურობის შესახებ? ექსპედიციის შესახებ. ექსპედიციის შესახებ. სათევზაო არქეოლოგიური და პალეონტოლოგიური ექსპედიციის შესახებ. ხო, შენი ამონიტები. არა, მაგარი არა, ასტორობს ახლა. ეხლა რასაც გეუბნებოდი, ეხლა უკვე ადრე 800 გრამიან სიჭერდი და გიხარო და ეხლა უკვე ისე რა, ემოცია. ხო, და ეხლა მინიმუმ კილონახევრიანი გინდა. არა, კაი ემოციებია და რა ვიცი, ჩემთვის კიდევ ერთხელ შაური განსაკუთრებული. გავუდგა, იმიტომ რომ ეს ჩემი ორი რეკორდული, პირადი რეკორდული თევზი აქ მოვიდა წერილი. სამწუხაროდ წერი ქარიყლაპი, ფაიქი ვერ დავიჭირეთ, მაგრამ არც დიდად თავი მოგვიკლავს ისე თქვათ მაგის. ძირითადად ხო, იმიტომ რომ თევზი პასიურობდა და კი, აი ამ მონსტრების შემხედარე, იმის დაჭერა დიდად არ მომდიოდა. ბესო, შენ რა სიტყოდე? სპინინგის ბესო, მინდა აღვნიშნო, მეგობრებო, სპინინგის ხო, სერგო, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ბესო იყო პირველად სპინინგით წამოსული სათევზაოდ, ანუ მისი ასე ვთქვათ დებიუტი იყო რა. სპინინგი თევზაობაში და აბა ორიოდე სიტყვით. თან ვისიამოვნე, აი ვაფშე სხვა ადრენალინი რა. აცი იქნება კიდე ბევრი ასეთი რა მექნოს რა. რაჭველი კაცია, მასპინძელი კაცია. წარმატებები რა ვიცი, თქვენ და წარმატებები მეც. ბესო იყო ჩვენი მასპინძელი. სერგო, აბა შენ რა სიტყვი? დღევანდელი დღე შედგა. შედგა? დავიჭირე, მაგრამ დღეს გამოვასწორე შედეგი და გუშინ რაღაცა გუშინ ვერცერთი ვერ დაიჭირე და დღეს გამოვასწორე. ხო, ძალიან კარგი. მოკლედ, ასევე დაუტესტე 2 ახალი ჯოხი გუშინ გამაკაცო ჰანაური და დღეს Evergreen Poseidon Salty Sensation Superiori. The Maneuver, ესე ქვია ამ ჯოხს და ტესტით 1-დან 25 გრამამდე. მოკლედ, მინდა აღვნიშნო, რომ მართლა მაღალი კლასის ჯოხია. აქამდე არ მithევზავია ამ ჯოხით და შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ჩემი ესეთი ფავორიტ ჯოხებში ჩადგა. მაგრამ გამაკაცო ხანა ორმა სიმართლე გითხრას უკა უფრო სხვა შეგრძნებები დამიტოვა. ეხლა 10-დან 10 დაუწერდი ამ ჯოხსაც, მაგრამ ეს გამაკაცო ხანა ორს აქვს თავისი მაგიური ხიბლი რა. არ ვიცი, აი მეჩვენება თუ შეიძლება ძალიან სუბიექტური ვარ, მაგრამ იქ უფრო უკეთესად შეიგრძნობოდა სატყუარის გატარება და ფსკერი. ნუ აი ეს როგორი სხვაობაა, იცით, ხა ძალიან უმნიშვნელო, მაგრამ აი ეს ძალიან უმნიშვნელო და წვრილმანებზე რომ ჩაუღრმავდეთ. მოკლედ აი Mercedes BMW-ს ამბავია, მაგრამ არა და გამაკაცო ჰანაური პრინციპში ბლანკით ძალიან გვანან ერთმანეთს, მაგრამ ის უფრო მომეჩვენა, რომ უფრო ხისტი იყო და უფრო მეტად იგრძნობოდა. ესეც რა თქმა უნდა კარგი ჯოხია და ღირსეულ ადგილს დაიკავებს ჩემ ჯოხებში. ეს რაც შეეხებოდა ჯოხს. ეხლა სატყუარები ძირითადად ტანტა ფავორიტი. ხო, ჩემი ფავორიტის ამაზე დავიჭირე, ტანტა. ვიბროკუდი და შაურზე მინდა გამოყო და აღვნიშნოთ, ალბათ ყველა მეთანხმებით ხო, ვარდისფერი უჩვეულოდ
კონკურენტო ფერი. ხო, და იასამნის ფერი, ხო. მე თანაბრად დავიჭირე. ხო, ну იყო ბუნებრივ ფერებზეც გამოსვლები, მაგრამ უფრო აი ვარდის ფერი, იასამნის ფერი. ხო, ну ყვითელი ხო. წყალი არ არის ესეთი გამჭირვალე და შეიძლება ამის ბრალიც არის. მოკლედ, ბევრი დაკვირვება, ბევრი შესწავლა ჭირდება წყალსაცავს. 2 დღეში წყალსაცავს ვერ შეისწავლი და ეს ცხადია, მაგრამ რაც შეძლებთ ეს არის. ეხლა კი დადგა ნადავლის ჯერი. მოკლედ, მე მგონი დღეს გვაჯობეს, გუში კი ვაჯობეთ, მაგრამ დღეს გვაჯობეს. ეს ჩვენი ნადავლი, სადღაც კილო 300 კილო 400-იანი ქორჭილები და აი ეს კი გახლავთ ბიჭო, ეს რამხელა დაგიჭერიათ. 50-იანი უნდა მოხსნა ჩვენ არა, მაგარია, ძალიან მაგარი, ჰა? ანუ წვრილია, მაგრამ გრძელი კი არის. ხო, აი ეს ბევრად პროსკელი არის. ნახე, ეს მაგარი ზომაა. ვინ დაიჭირა ეს? მაგორიდან დიდი რომელიც არის მე დავიჭირე. აჰა. კაი, არის ჩხუბოთ. კაფეია. მოკლედ, დღეს გვაჯობეს ბიჭებმა, ბრავო ბიჭებს, ბესო და სერგო. მე არ ვაღიარებ, ჯერ სამ არა იწოდე. არა იცი. ხო. არა, შაური გამორჩეული იყო, იმით რომ თუ მოდიოდა აი ესეთი ღირსეული, მებრძოლი კილოზე მეტი ქორჭილები ზომაში. გუშინ მე კილო 475 გრამიანის დავიჭირდა. დღეს თუ მომიხსენით რეკორდი არის. ეგ გამოჩნდება მე. ყველამ ჩვენი პირადი რეკორდი დავდეთ. კი. შაური იყო წლევანდელი. ეს გასვლა ნამდვილად დასამახსოვრებელი იქნება ყველასთვის. ყველაფრით გამორჩეული იყო. მადლობა რაჭას, მადლობა შაურს, მადლობა ბესოს. მასპინძლობისთვის. დაიზარდონ კიდო. ხო, რა თქმა უნდა. დაფუძეკა. რა თქმა უნდა, ზომიერება ყველაფერში, თევზის წაყვანაშიც, თევზის დაჭერაშიც, გაშვებაშიც, ყველაფერში კარგი. თქვენც მინდა მეგობრებო, წარმატებული თევზაობა და სასიამოვნო დღის გატარება გისურვებთ ლამაზ ბუნებაში. დღეისათვის სულ ეს იყო, დამთავრდა ჩვენი ექსპედიცია. კატერი, როგორ გითხრა? არ ვარ, ყوار გავწვალა. გავწვალა. შე დაეტიება ცოტა ხარ. კაზანკა 5 M2 თუ M3-ია. მართლა კარგია, კომფორტულია და ხა ამაზე ბევრს არ ვილაპარაკებ. მე ამაზე ცალკე თუ გინდათ მე ვილაპარაკებ. დამთავრდა ჩვენი ექსპედიცია თავის ამონიტებით, თავის დიდი გიგანტური ქორჭილებით. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. ნისლი ხო. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. კარგად.